ტეხასის შტატში 4 წლის პატარა გოგონას ფეხზე დედამ უცნაური სტიკერი შეამჩნია. როდესაც დედამ კითხვა დაუსვა თუ საიდან ქონდა ეს სტიკერი ამბობს, ბავშვმა უთხრა, რომ ეს სტიკერი მასწავლებელმა დააკრა. გოგონას დედა დაინტერესდა ამ სტიკერით და მოიძია ინფორმაცია მასთან დაკავშირებით. მოჩნდა მეგობრებო, რომ ეს სტიკერი უბრალო გასართობის სტიკერი არ არის და ბავშვების დასაძინებლად გამოიყენებოდა ბაღში. გოგონას დედამ გამოკითხა დანარჩენი მშობლები, ადგენა, რომ სხვა ბავშვებსაც ზუსტად ესე მოქონდათ ხოლმე სახლში მსგავსი სტიკერები. ძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს სტიკერები შეიცავდა მელატონინს, ძილის ჰორმონს და სავარაუდოდ ბაღში გამოიყენებდნენ, რომ ბავშვები სწრაფად დაეძინებინათ და მასწავლებლები ნაკლებად დაღლილიყვნენ. აი, უბრალოდ როგორ გაბრაზებული იყო ეს ვიდეო, რომ შეხვდა, უბრალოდ ვერ წარმოიდგენ, ანუ როგორ შეიძლება პატარა ბავშვებს ესეთი რაღაცა გაუკეთოს აღმზრდელმა ბაღში, ანუ წარმოუდგენელია. აღმოჩნდა, რომ ამ პატარა გოგონას ერთ-ერთი ჯგუფელი ბიჭუნა ძალიან შეიცვალა ამ ბაღში სიარულის შემდეგ. მამამისმა განაცხადა, რომ ბავშვი გახდა ზედმეტად მგრძნობიარე და ჭამის მადაც კი საგრძნობლად დაეკარგა. ამ ბავშვების მშობლები გაერთიანდნენ, საკმაოდ ძლიერი რეაქცია გამოხატეს, აქედან გამომდინარე იმ ჯგუფის აღზრდელი და ძიძა სასწრაფოდ გაათავისუფლეს. ოჩაღაიამ დედიკოს მართლა რამდენი იბრძოლა ამ ამბის გამოსააშკარავებლად, წარმოუდგენელია უბრალოდ თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანებს, მათ უტიფრობას მართლა არ აქვს საზღვარი. როგორც ყოველთვის ველოდები კომენტარებში თქვენს მოსაზრებებს ამ ამბავთან დაკავშირებით.